გამარჯობათ მოგესალმებით ყველას შემოკარგებო. ჩემი თმები არ შეიმჩნიოთ, სველი მაქვს. მოგიკითხავთ თითქოს და სიყვარულით, გამომწერები დამემატა რამოდენიმე, ძალიან მახარებს. მოკლედ გადავწყვიტე რომ დავრჩე თქვენთან კომენტარები წავიკითხე ყველასი და ყველას უღრმესი მადლობა ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის, იმისთვის რომ საუკეთესო რჩევებს მაძლევთ და გავითვალისწინებ აუცილებლად, ასე რომ ვაპირებ დავრჩები და ვნახოთ რა გამოვაცდი. მოკლედ დღეს ვისვენებდი, როგორც იცით, კვირა დღე იყო და გარეთ ვერაფერი ვერ გადავიღე, ესეთი თან უკვე გადაღებულიც მაქვს და ერთი და იგივე უბრალოდ ქუჩების გადაღება მიფიქრობ, რომ არ არის საინტერესო. კვირა დღეს იცით, რომ თითქმის ყველაფერი დაგედილია და მაღაზიებს გულისხმობ და აზრი არ ქონდა გარედან გადაღებას. სხვა ისეთი ჩემსკენ რა ვიცი, საინტერესო ისეთი არაფერი არ მომხდარა. დღეს ველოდებოდი ერთ ჩემს მეგობარს, უნდა შევხვედრილიყავი, მაგრამ ვერ მოახერხა გამოსვლა. ცოტა სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ არა უშავს. რაღაც საქმეები მქონდა, მოვაგვარე და მერე წავედი ჩემს ახლობელთან. იქ ვიყავი მასთან სახლში. კაი დრო გავატარეთ, ბევრი ვისაუბრეთ, კაი ხანი არ მყავდა ნანახი სადღაც 2 თვემდე. ბევრი ვიჭორავეთ, ცივი ყავა მივირთვით, ვისადილეთ ერთად. მოკლედ კარგი დღე გამოგვივიდა. მერე წამოვიდი იქიდან სადღაც 6:30 იყო, იმიტომ რომ 8-ისკენ უნდა დაბრუნებულიყავი სამსახურში და ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ვიყავი, საკმაოდ შორს არის ჩემი სამსახურიდან, ესე რომ ვთქვათ, და ცოტა ადრე წამოვედი, იმიტომ რომ ტრანსპორტზე არ მიდოდა დამეგვიანა. სახლში მოვედი 8:30 იყო ზუსტად, რომ სახლში რომ შემოვედი, ცოტა ადრე შემოვედი 9 საათით. ჩემი ბებოს გოგო დღეს გაფრინდა, 5 დღით დასასვენებელ წავიდა. სხვა ისეთი არაფერი არ მომხდარა, ხო. ერთი SMS-ი მივიღე პირად შეწყობინებაში. ჩემი ძალიან ახლო ადამიანისგან, უბრალოდ ჯეჯერობით ამას ვერ ვიტყვი და მოკლედ ხვალ ველოდები ერთ ამბავს და თუ ყველაფერი ისე კარგად დასრულდა, როგორც მე ვფიქრობ და ვარაუდობ, მაგ ყველაფერს ხვალ გავიგებ და აუცილებლად გაგაგებინებთ თქვენც. მგონი რომ რაღაც გამეხარდება. ღმერთმა ქნას. მოკლედ უბრალოდ იმას გეტყვით, რომ შესაძლოა იმაზე ადრე დავბრუნდე საქართველოში, ვიდრე მე წარმომედგინა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს, არ ვიცი, ვნახოთ. მოკლედ ხვალინდელ დღეს ველოდები და რა იქნება და როგორ, ხვალ გავიგებ უბრალოდ რაღაცას ველოდები, რაღაც ამბავს ველოდები, რომელი ამბავიც რამოდენიმე თვის ამბავია, რამოდენიმე თვე უნდა მაგ ამბავს რომ გადაწყდეს და რამოდენიმე თვეში მე უკვე მეცოდინება ჩემი წასვლა, არ წასვლა, მოკლედ, როგორ იქნება. და აუცილებლად გაგაგებინებთ. ჩემთან სიახლეა, სხვა ისეთი არაფერი. მოკლედ პატარა ვლოგს ჩაგიწერთ, იმიტომ რომ გუშინ თუ დღეს ახალ მახსოვს დავპოსტე, რომ დავდებდი ვლოგს, ვეცდები ყველანაირად, ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს ჩავწერე ხოლმე პატარა მონაკვეთი, რომ გამომწერები მოვემატოთ.
ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ ჩემებო და არა მარტო ჩემებო, ვინც ახალი ხართ და შეხვდებათ ერთხელ მაინც ჩემი ვლოგი, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ვიდეოს უყუროთ ბოლომდე. უცებ ავიდეთ 1000 გამომწერზე. 1500 გამომწერზე მაქვს მე ვაპირებ გათამაშებას და ამაზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. აუცილებლად შეგატყობინებთ. მოკლედ ვეცდები ყველანაირად ჩემი პირობების მიუხედავად ვეცდები რომ რაღაც საინტერესო რაღაცები შემოგთავაზოთ მაქვს გეგმაში საინტერესო რჩევების სახით და ამაზე ამ დღეებში გაგესაუბრებით. მოკლედ ახლა წავედით და გემშვიდობებით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას. პოზიტიურ დილის დასაწყისს და თქვენი თბილი კომენტარები გუსმით პოპს მართლა და ძალიან მახარებს. ასე გააგრძელეთ, დარჩით ჩემთან ერთად და წინ საკმაოდ საინტერესო გეგმები მაქვს და როგორც კი ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად გაგიზიარებთ. ღამე მშვიდობის უფალი გფარავდეთ თქვენც და მეც. დროებით.